ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებულია კონკურსი. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. კონკურსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ატარებს. ორგანიზატორთა განმარტებით სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე 8-დან 17 წლამდე ახალგაზრდებს სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში. ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ემსახურება ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელის, ოჩამჩერეში აფხაზეთში დაბადებული და გააზრდილი ფეხბურთელის სახელის უკდავყოფას. ვინც სპორტულ სამყაროში ასეთ ისე გათვითცნობიერებულია, ვისაც ფეხბურთისადმი ოდნავ სიყვარული მაინც აქვს. ყველა მიცეს ვინ იყო ვიტალი დარასელია, რა მასშტაბის ფეხბურთელი იყო და რა მასშტაბის ადამიანი იყო. ეს ერთი. მეორე ჩვენ კიდევ აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ საქართველოს ეროვნული ფედერაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური ფედერაციის წევრი 8-დან 17 წლის ჩათვლით სპორტსმენების გამოვლენას, მათ მხარდაჭერას და წახალისებას სტიპენდიის სახით. სტიპენდია დაენიშნება წელს 7 სპორტსმენს. ანუ მაღალი შედეგის მქონე სპორტსმენს ჩატარდება კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური და პარალიმპიური სახეობებში მონაწილე ინდივიდუალური სახეობების სპორტსმენებს და ასევე გუნდურ სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენებს. კონკურსი გრძელდება 13 მარტის ჩათვლით და განაცხადების შევსება შესაძლებელია აფხაზეთის მთავრობის პორტალზე. პორტალი აფხაზია.gov.gz. ან უნდა მობრძანდნენ სპორტსმენები, ან სპორტსმენების წარმომადგენლები, მშობლები იქნება, მწვრთნელი იქნება თუ ფედერაციის წარმომადგენლები, უნდა მობრძანდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროში უზნაძის 68 ნომერში. ჩვენ აქ ადგილზე დავხვდებით და დავეხმარებით მათ განაცხადების შევსებაში. სტიპენდია დაინიშნება 7 სტიპენდიანტს 10 თვის განმავლობაში 300 ლარის ოდენობით. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე ზაგაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვის მიზნით გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის თანახმად ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ტყის მცველთა ხელფასები გაორმაგდა. შეხვედრაზე ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გიორგი თათარაშვილი წარადგინა. სატყეო სექტორში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დღეს შეხვედრა ჰქონდა მცხეთა-მთიანეთში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. დაგეგმილია სამცველოების დამატება ამ რეგიონში, ასევე ტყის მცველების რაოდენობის ზრდა, რაც უმნიშვნელოვანესია იმ ამოცანების განსახორციელებად, რაც ჩვენზეა დაკისრებული რეფორმით. საქართველოს ეროვნული არქივი 27-31 ოქტომბერს თბილისის საარქივო ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. ფესტივალის წლევანდელი თემაა აღდგენილი მეხსიერება, არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიების მიზანია ქართველ მაყურებელს გააცნოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ საბიბლიოთეკო კოლექციებში დაცული მსოფლიო კინო მემკვიდრეობა. ეს ფესტივალი განკუთვნილია საარქივო დაწესებულებებისთვის, იმ ორგანიზაციებისთვის, ეს იქნება არქივი, მუზეუმი, ან სხვა ინსტიტუცია, რომელიც ინახავს კინოფილმებს. და მხოლოდ ამ ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი და არა ვთქვათ კერძო პროდიუსერებისთვის. ჩვენთან წარმოდგენილი ფილმები არის ძირითადად არქივებში დაცული მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური ფილმები, ზოგი კინოსიუჟეტი, რომელიც უნდა პასუხობდეს იმ თემას, რომელსაც ჩვენი ფესტივალი ყოველწლიურად აცხადებს. წელსაც გვაქვს რა თქმა უნდა თემა, ეს არის ციფრული რესტავრაციის თემა და ყველა არქივი ხოლმე წარმოადგენს თავიანთვის ყველაზე საინტერესო და ხარისხიან
ფილმს, რითიც ისინი ამაყობენ და რა თქმა უნდა ჩვენც არ ჩამორჩებით. ჩვენს გვაქვს საკმაოდ დიდი კოლექცია, ძალიან საინტერესო კოლექცია კინოფილმების და ჩვენ წელს წარუდგენთ მაყურებელს და ჩვენ სტუმრებს, ფესტივალის სტუმრებს, ჩვენს არქივში დაცულ კინოფილმების ციფრულ რესტავრირებულ ვერსიებს. საქართველოდან როგორც წესი ორი ორგანიზაცია ღებულობს მონაწილეობას, ეს არის ეროვნული არქივი და ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ასევე ინახავს ქართულ კინომემკვიდრეობის ნიმუშებს და აკეთებს ამ ფილმების რესტავრაციას, ასე რომ ყოველთვის ეს გასული 4 ფესტივალი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი მეხუთე ფესტივალიც იქნება დატვირთული, მრავალფეროვანი და საინტერესო არა მარტო სტუმრებისთვის და მონაწილეებისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის. ჩვენი ფესტივალი ყოველთვის არის მაყურებლისთვის ღია, დასწრება არის აბსოლუტურად უფასო და ნებისმიერ სურვილს დაინტერესებულ პირს შეუძლია მობრძანდეს, როცა ჩვენ უკვე გვექნება პროგრამა და იმ პროგრამის მიხედვით დიდ ეკრანზე ნახოს მსოფლიო კინომემკვიდრეობის ნიმუშები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააარსა. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 1 სექტემბერს დასრულდება.